მოგესალმებით. დღეს ვაგრძელებთ ვეფხისტყაოსნის შინაარსის კომენტირება, განმარტებას. სანამ ნადირობის შემდგომ თავს მიმოვიხილავდეთ, იმთავითვე უნდა აღნიშნოთ, რომ ვეფხისტყაოსანში თხრობის მონოტონურობას და ერთფეროვნებას არღვევს არა მხოლოდ სალექსო საზომის მაღალი და დაბალი შაირის მონაცვლეობა, არამედ ამა თუ იმ თავში გადმოცემულ ამბავთა და განცდათა სხვადასხვა გვარობა. კერძოდ, თუ თავდაპირველად პირველი თავი არაბთა სამეფოს სიძლიერეს, არაბთა მეფის სიდიადეს და საზეიმო განწყობას წარმოაჩენდა, როგორც ვიცით, ამ თავის დასასრულს უკვე განწყობა იცვლება და მეფეს მჭუნვარება შეეპარება. ამის შემდგომ კვლავ იხსნება ეს დაძაბულობა და ავთანდილი წარმოჩნდება ვითარცა მეფის დარი მეომარი მოყმე რაინდი. და თხრობა ზუსტად ისევ ძაფრდება, როდესაც მეფე ავთანდილი და ლაშქარი დაინახავენ წყლის პირას უცხო მოყმეს. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ეს უცხო მოყმე არის უცხო და საკვირველი სანახავი. უცხოა არა მარტო იმით, რომ ის არის სხვა და მას არ იცნობენ, არამედ უცხოა თავისი ჩაცმულობით, მას ტანს აცვია ვეფხისტყავი და ვეფხისტყავის ხუთი აღწევს. როგორც ჩანს, არაბეთის სამეფოსათვის და შემდეგ როგორც ვეფხისტყაოსნის თხრობაშიც ირკვევა, სხვა სამეფოებშიც ამგვარი ჩაცმულობა არის უცხო, რადგანაც ტარიელს სწორედ ამ ნიშნით ახასიათებენ სხვადასხვა სამეფოს მკვიდრი. ეს იქნება თავად ავთანდილი, ეს იქნება ფატმანი, ეს იქნება ხატაილი ძმები თუ ასე შემდეგ. ამავე დროს უცხოა მეფისა და არაბთა ხალხისაგან ასეთი სანახაობა არა მხოლოდ ჩაცმულობით, არამედ იმით, რომ ეს უედრო შეუდარებელი, ულამაზესი მოყმე რაინდი ზის და გუნდურად ტირის. იმთავითვე ჩდება სურვილი შეიტყო მისი ვინაობა, რადგან აქ უკვე წარმოჩნდება ის დიდი ჰუმანიზმი, რომელიც რენესანსმა მოიტანა და რომელიც ვეფხისტყაოსანში საკმაოდ მძლავრადაა წარმოჩენილი. ჰუმანიზმი უპასის სიყვარულისა, რაც ქრისტიანობის მიერ არის ნაკარნახევი და საფუძვლად ჩაყრილი და სურთ მათ, რომ დაეხმარონ უცხო მოყმეს. ამისათვის სწორედ როსტევანი გზავნის თავის თავდაპირველად ერთ, შემდეგ 12 მონას და შემდეგ ლაშქარს. მაგრამ როგორც ტექსტის განხილვა მოწმობს, ტარიელი სხვაგან ქრის მისი გონება, როგორც რუსთაველი ერთგან ამბობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გონებით ტარიელი ხარ იმყოფება, ფიზიკურად ის მოქმედებს და მის შეპყრობის მოსურნე მონებს უსწორდება, რომლებიც უკმეხად ექცევიან და სურთ ტარიელის დამორჩილება. მეფემ, როგორც ვიცით, სამგზის გაუგზავნა მონები მასთან სახლებლად, მაგრამ
უარით რომ დაბრუნდნენ, არიანმა მათ ხმა არ გასცა, რუსტევანმა წარმოაჩინა თავისი მეფური უნება, რადგანაც წარმოუდგენელი იყო და უცხო ქცევა მისაგან მეფის უპატივცემულობისა და მეფეც შეურაცხყოფილია ამგვარი გადნიერებით. მაგრამ თავარი ის არის, აქ რასაკვირველია უნდა ვთქვათ, რომ პატროკლობის ინსტიტუტია წამყვანი ერთ-ერთი თემა მეფისადმი სამსახური ითვლება ღვთის სამსახურის ტოლფასად და შესაბამისად, როდესაც უცხო მოყმე დაინახავს მისკენ მიმავალ მეფეს, მასზე ხელს არ აღმართავს და უსიტყვოდ გაბრუნდება. სწორედ აქ ჩანს, რომ ტარიელი უდიდეს პატივს სცემს მეფის ინსტიტუტს, რადგან როგორც უკვე აღნიშნეთ და თავად პროლოგის პირველი სტროფი როგორც გვამცნობს, მეფეა ხატი ღვთისა. ის არის ღვთის ხელდასხმული და ნაცვალი ამქვეყნად. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ამ ამბავმა მეფე ძალიან დააღონა და დაასუფრა და ძალიან გააღიზიანა. მან ნადირობა დაშალა და დაჭმუნებული დაბრუნდა თავის სახლში. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი ქცევა და ამგვარი ამბავი მან მიიჩნია ეშმაურ საქმედ და ეს თავგადასავალი, ასე ვთქვათ, მან მიიჩნია ღვთისგან მოვლენილად, რომ ღმერთს ალბათ მოსწონდა მისი სიხარულით ყოფნა და შვება და სიბერემდე გამწარებული უნდა ცხოვრობდეს. ამგვარი თქმა რუსტევანისაგან და ღმერთის ასეთი მოხსენება, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად უპირისპირდება იმ როსტევანის აღწერას, რომელიც პირველივე თავში ჩანს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება გარკვეულწილად როსტევანის ადამიანური სისუსტე და ადამიანური განცდებია ნახსენები, როცა ის ღმერთს ამონათებს ამ ამბავში. მხოლოდ და მხოლოდ ავთანდილი ახლავს სასახლეში დაბრუნებულ მეფეს მისი განაზარდი შვილივით და უებრო ვაჟკაცი და თინათინიც, როდესაც შეიტყობს მამის დაბრეჯის მიზეზს, ის არ მოინახულებს მამას. რამე თუ ის იცავს ედიკეთს და მიუხედავად იმისა, რომ როსტევანი მისი მამა, ის არის მეფე, თანამეფე, ასე ვთქვათ, და გარკვეულწილად იცავს ედიკეთს და უკან გაბრუნდება. აქ ჩანს თინათინის საზრიანობა, თინათინისგან ედიკეთის დაცვა და პატივისცემა თავისი მშობლისაგან. მიუხედავად ამისა, როსტევანი, როგორც ვიცით, მომშვიდების შემდეგ პირველი, ვისაც მოიკითხავს, არის თინათინი და სწორედ როსტევანის სიტყვებში მჟღავნდება დამოკიდებულება შვილის მიმართ, მამა-შვილური, თბილი, ალერსიანი და სწორედ ამ სიტყვებიდან ვიგებთ, თუ როგორ უცქერს იგი თავის ერთადერთ ასულს.
ისიც უსაყვედურა როსტევანმა, თუ რატომ არ ინახულა მამა. აქ ჩანს ძალიან კარგად, რომ თინათინმა იცის მამის ხასიათი, კარგად იცნობს მას და მიზეზსაც უსახელებს, რომ ასეთ გაბრაზებულ გულზე მასთან შესვლას ვერ გაბედავდა. როსტევანი უამბობს თინათინს ამბავს, რაც მას ნადირობის შემდეგ შეემთხვა და კიდევ ერთხელ ხას უსვავს იმ გარემოებას, რომ უცხო მოყმე ვითა ეშმა დაეკარგა და არ იცოდა ეს ამბავი ცხადი იყო თუ მოიჩვენა. და აქაც კიდევ ერთხელ ღმერთზე ამბობს, რომ უცილოდ ღმერთს მოსულდა იგი მისი სიმხიარულე და საბოლოოდ ღმერთმა თავისი წყალობა ასე გაუმწარა. სწორედ აქ პირველად ვლინდება ტექსტში თინათინის ხასიათი, თინათინის გამჭრიახობა და თინათინის რწმენის ცხოველმყოფელობა. ის მეფის საყვედურს ღვთისადმი სხვაგვარად განიხილავს და როსტევანს შეახსენებს, რომ ის არ უნდა საყვედურობდეს ღმერთს და არ ემდულოდეს არც ღმერთს და არც ბედს და ასეთი სიტყვებით მიმართავს, რა დასწამებს სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა, ბოროტინსა, რაც შეექმნა კეთილისა შემოქმედსა. რამე თუ ქრისტიანული ღმერთი არის მოწყალე, სახიერი, ყოველთათვის, შემცოდესათვისაც და ერთგულისთვისაც. აქ ვლინდება მისი რწმენის ცხოველმყოფელობა და ბოლო ტაები, ბოროტინსა, რაც შეექმნა კეთილისა შემოქმედსა, აქ ისმის ფსევდო დიონისე, დღეს შეიძლება ითქვას ორგვარად არის დიონისე არეოპაგელი, ან ფსევდო დიონისე არეოპაგელი, მოძღვრება, რომლის თანახმადაც ბოროტება ღმერთს არ გაუჩენია, ბოროტებას არ აქვს საწყისი, საწყისი აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს, ამშრაფაა ბოროტება, ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. იქ სადაც სიკეთე კი იცით, რომ არის ყოველგვარი საზღვაურის გარეშე ჩადენილი საქმე, სადაც სიკეთეს ჭრილი ადგება, სადაც სრულად არ ხდება სიკეთის ქმნა, იქ ჩდება ბოროტება. ამდენად თინათინი მამას შეახსენებს სწავლებას, ქრისტიანულ მოძღვრებას ყველასათვის და რომ ის ბოროტს არ ბადებს და შესაბამისად უცხო მოყმის გაუჩინარება არავითარ შემთხვევაში ღმერთს არ უნდა მიაწეროს. და აქვე ჩნდება თინათინის შორსმჭრეტელობა, თინათინის მიზანდასახულობა, თინათინის სიბრძნე და ის შესთავაზებს როსტევანს, რომ სჯობს საუბარს და ლაპარაკს ქმედება და ქმნა. ამიტომ შესთავაზებს, რომ გაგზავნოს ადამიანები და 1 წლის მანძილზე ზებნონ ის უცხო მოყმე და მხოლოდ ამის ზებნის შედეგად გახდება ცხადი, რომ ის უცხო მოყმე ნამდვილად ხორციელი ადამიანი იყო, თუ მართლა ბოროტი ძალის გამოვლინება. ამ შემთხვევაში აქ ვლინდება ახალი ცნობიერება, რომელიც ძველ ცნობიერებას, ანუ როსტევანის ცნობიერებას ცვლის და მოდის ახალი ცნობიერება, ახალი მოსაზრებებით, ახალი ქმედებით, რომელიც სახელმწიფოს წარმატების გარანტია.
მართლაც როსტევანს მოეწონება თინათინის რჩევა და ისინი გაგზავნიან ადამიანებს ქვეყნის 4-ვე კიდეში, რათა მოვლახონ სხვა და ყველა ადგილი და ძებნონ უცხო მოვლენებს. თუმცა ეს ძებნა, როგორც ტექსტიდან იცით, უშედეგო გამოდგა ადამიანებმა, საძებნელად წასულმა ადამიანებმა უცხო მოყმის ვერც კვალს მიაკნეს და ვერც მის ამბავი შეიტყეს. და საბოლოოდ მეფემ გადაწყვიტა და მეფემ მოიწონა თინათინის რჩევა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ მან ნახა ეშმაკისა სიცოცხლე და სიძულზე, რომელიც მტრად იყო მასთან ჩამოსული გარდმოჭრილი ზეცით ზეო. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, როსტევანი ისევ ეშმაურ საქმედ თვლის მომხდარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ზეციდან ჩამოჭრილ სიავეს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დაცემული ანგელოზი მას მიაწერს და აქ უკვე ის, თუ დავაკვირდებით, ღმერთს აღარ ახსენებს. და თავის დასასრულს ნათქვამია, რომ მეფემ გაუშვა ყოველი შეჯიბრება და ხინი და ადიადა ხინი და სიხარული და ნადიმი გამართა. აქ ისმის კითხვა. თუ მომხდარი ლაშქრის დახოცვა და მის გაუჩინარება სიბოროტეა და ეშმაური საქმე, მაშინ რატომ გაუხარდა როსტევანს და რატომ გამართა ნადიმი და გულს შვება რატომ იქრწა. აქ შესაძლოა ვიფიქროთ ერთადერთი, რომ აქაც თავს იჩენს ჰუმანიზმი და როსტევანმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც დახმარებას საჭიროებს და შესაბამისად ამისა არ აქვს გასაჭირი, სულთქოში არ არის ჩავარდნილი და შესაბამისად ეს დარდი და ნაღველი მას მოეხსნა, გათავისუფლდა ამისაგან და ამიტომაც გაიხარა.